ერთი მთავარი სიტყვით, რითაც საზოგადოებამ შეაფასა თეატრულოკიანის ეს სიტყვები არის მოღალატეობრივი. ყველაფერი გუშინ საღამოს დაიწყო, როდესაც თეატრულოკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ გიორგი ანწუხელიძე იყო პიარისთვის განწირული. ამას ძალიან დიდი ნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში. გუშინ ღამითვე შეიკრიბა მოქალაქეთა ნაწილი მის სახლთან აქციის გასამართად, სადაც მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიცია. შემდეგ ეს აქცია რამდენიმე საათში დასრულდა, თუმცა დღეს დილიდან ისევ განახლდა ეს ყველაფერი, რადგან საზოგადოებაში გამოიწვია, როგორც გითხარით, ძალიან დიდი აღელვება ამან, რადგან ისინი თვლიან, რომ ეს იყო ჩვენი გმირების, რომლებიც დაიღუპნენ ამ ბრძოლაში, მათი შეურაცხყოფა ის, რომ გიორგი ანწუხელიძე ცხადია, ნამდვილად ასეა, ის რომ თეატრულოკიანმა პიარისთვის განწირული უწოდა გიორგი ანწუხელიძეს გმირს, რომელიც შეეწირა ქვეყნისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. არაფერი გისმენთ. შემდეგ დღეს ეს ყველაფერი გაგრძელდა შუადღეს სპონტანურად დაიგეგმა აქცია პარლამენტთან, სადაც გადაკეტეს გზას, თუმცა შემდეგ ამის საშუალება არ მისცეს და ისევ უკან დააბრუნეს. მანამდე იყო აქცია ასევე პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე, სადაც შეიკრიბნენ ახალგაზრდები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან გაბრაზებულები იყვნენ იმ განცხადების გამო და იმ მართლაც მოღალატეობრივი განცხადების გამო, რომელიც თეატრულოკიანმა გუშინ გააკეთა. ისტორიის რევიზირების წელობა გიორგი ანწუხელიძე, რომლის ისტორიაც თითოეული ჩვენგანისთვის საყვარელია, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის გაუტეხელობის ნიშანი. დღეს კერძო გუშინ ნახეთ, რომ თეატრულოკიანმა შეაფასა როგორც უაზრო თავგანწირვა. ასეთი მისთვის ბევრი ადამიანი არის, რომელმაც უაზროდ გაწირა თავი, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც მამამისმა დახვრიტა, თუმცა ჩვენ კარგად ვიცით ისტორია, ჩვენ დავიცავთ ჩვენ ისტორიას, დღესაც სწორედ ამიტომ გავართ, რომ ქართულმა ოცნებამ და ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ არსადოს ქართული ისტორიის რევიზირება და ამისთვის გავაკეთეთ ყველაფერს. მინდა რომ ერთ წაართვა მისი მომავალი, უნდა წაუშალო წარსული და ვხედავთ რაცა გამოცხადებულ ღალატის ქრონიკებს ქართლოსების მხრიდან. ჯერ მაგალითად 9 აპრილი იყო უცხო ძალების მიერ გაკეთებული მოწყობილი თურმე. მერე საკმაოდ ხაზი გახდა გამყოფი ხაზი და გუშინ მოსვენეთ მოღალატეობრივი ასოთა ზღვაგადასული შეფასება ანწუხელიძის გმირობის. ეს ყველაფერი მათგან არის, როგორც გითხარით, წარსულის წაშლა ჩვენთვის, მომავალი წაგვართვან და ეხლა მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს არ დაუშვათ. ეს არა მხოლოდ გიორგი ანწუხელიძის, რომელიც ასე ვთქვათ არის სიმბოლო გმირობის, ხო, თანამედროვე საქართველოსთვის და საჩვენი თანამედროვე ისტორიისთვის. ეს არ არის მხოლოდ გიორგი, არა, მთლიანად ყველა გმირის, რაც კი საქართველოს ყავს, რაც ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში წერია, რაც ჩვენ საერთოდ ასე ვთქვათ ეროვნულობას განსაზღვრავს, აი ყველა ამ გმირის თავგანწირვის და თავდადების რეალურად ნიველირება და შეურაცხყოფა არის. და ასევე მთლიანად ისტორიის, საქართველოს ისტორიის, რომელიც ასე ვთქვათ წარმოადგენს მტერთან ბრძოლის და გამარჯვების ისტორიას. გასაკვირი მე მგონი აქ არაფერი აღარ არის. ისინი ჩასწნენ ფსკერს, მაგრამ ეს ფსკერი საერთოდ სად დააქვთ, მაგასაც ვეღარ ხვდებით უკვე რა, იმიტომ რომ ყოველდღე ახალ რაღაც დონეებს იპყრობენ და მათთვის ხომ არ არსებობს არც სამშობლო, არც გმირობა, არც თავგანწირვა, არც ქვეყნის სიყვარული. ეს ცნებები საერთოდ უცხო არის მათთვის და შესაბამისად აღარ უნდა გაგვიკვირდეს მათგან ესეთი გამონათქვამები. მათმა ამ გამონათქვამებმა ჩვენ დამატებითი სტიმული უნდა მოგვცეს გაერთიანების, ერთიან ფრონტად ჩამოყალიბების და ახალი ძალით მათ წინააღმდეგ შეტევის განხორციელებისა. ყოფილი სამხედროების ნაწილის ინტერვიუები მოისმინა ახლა შაბათის ფორმულას მაყურებელმა თამარჯე არ ვიცი უბრალოდ როგორ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს აზრი რომ აი ეს რაღაცა მოღალატეობრივი კომისია როგორც ჩვენ უწოდეთ და მეც იგივეს ვფიქრობ ცხადია ემსახურებოდეს რაიმე ქართულს იმიტომ რომ ბოლო თვეები განსაკუთრებით შემოგვიტია ამ რუსულმა ნარატივმა ის რაც უნდა და კრემლს ამ წლების განმავლობაში რომ სისხლი მოეწმინდა რომ არც 9 აპრილია მისი ბრალი არც აფხაზეთია მისი ბრალი არც სამაჩაბლო დაგვიკარგავს მათი სისხლიანი ომის გამო ადამიანები რომლებიც ქართულად ლაპარაკობენ თან ქართული ოცნება ჰქვიათ ეს ორი ძვირფასი სიტყვა მიაწედეს ერთმანეთს ამითი შენიღბულები სხედან და არ ვიცი როგორ შეიძლება ამას კიდე რა შეიძლება უწოდოთ ომს აბრალებს შენს ქვეყანას 9 აპრილი
უცხო ძალა ყოფილა დღეს კობახიძის განცხადებაც მოვისმინეთ და თქვა რომ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა და ის სააკაშვილმა დაიწყო თუ ასე შემდეგ. სადამდე შეიძლება მივიყვანოს ამ ყველაფერმა? რა არის ამ ყველაფრიდან გამოსავალი თუ არა და უშუალოდ აი ძალა რომელიც ცალსახად რუსულია მისი დამთავრება, მისი ასე ვთქვათ გათავისუფლება იმ ინსტიტუტებისა, რომლებიც მათ ყავთ მოცული. რას ამბობენ თავად, არ ვიცი, თავად ქართულ ოცნებაშიც გაკეთა რაღაც განცხადებები, ან ოპოზიციაში რა არის შეფასებები ამ საშინელი და მძიმე განცხადებების? კი, ამ განცხადებას მოჰყვა გამოხმაურებები როგორც ქართულ ოცნებაში, ასევე ოპოზიციაში. ქართული ოცნების წევრები და განსაკუთრებით პრემიერი კობახიძე შეიძლება ითქვას, რომ გამალებით იცავენ თეა წულუკიანს და ისინი ამ შემთხვევაში თეა წულუკიანი აღმოჩნდა რუპორი ამ რუსული რეჟიმის, რომელმაც ეს თავარი მესიჯი გააჟღერა. მათ დაიცვეს და ისე ვიმეორებენ იმ ნარატივს, რაც მან გააჟღერა გუშინ. ამას მოჰყვა გამოხმაურებები, როგორც მაყურებელმა მოისმინა ყოფილი სამხედროების მხრიდან, ასევე გამოიხმაურდნენ ოპოზიციის წევრებიც, რომლებიც თვლიან იმას და ასევე საზოგადოების ნაწილიც თვლის ამას, რომ ეს შეიძლება იყოს ერთგვარი ნიადაგის შემზადება იმ წინასაარჩევნო დაანონსებული ბოდიშისთვის, რომელიც გვახსოვს ბიძინა ივანიშვილმა თქვა სწორედ წინასაარჩევნოდ. არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძის სახლში. მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვთვალთ. ყველა ბავშვი ჭირდება თავისი მშობელის სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს გულისხმობ. რეალურად ქალბატონო თეამით გააკეთა ძალიან კაფეო განცხადება. ყველამ ვიცი ძალიან კარგად, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმით. რაც მე ხელიც მოაწერეს, თავადვე აღიარეს. შესაბამისად, როდესაც საუბრობს თეა წულუკიანი იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხალი და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე. ხო, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია. ეს არის იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანება, რომელთანაც გვაქვს ჩვენ საქმე. რა თქმა უნდა, რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არ იქნებოდა არც მსხვერპლი და ზუსტად ამაზე გამოხმაურება ყურადღება თეა წულუკიანმა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ანწუხელიძე არის ჩვენი უახლესი ისტორიის უდიდესი გმირი, ადამიანი, რომელიც წარმოადგენს სიმბოლოს ქართული გამბედაობის, ვაჟკაცობის და მტერთან შეურიგებლობის და თეა წულუკიანის გამონათქვამი აბსოლუტურად იქნა არასწორად კაშზიარებული საზოგადოებაში და ინტერპრეტირებული, იმიტომ რომ ამ ჯგუფების რადიკალების მიზანი არის, რომ რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის, თუმცა ხედავენ, რომ ეს მათ არ გამოსდით. მეშინიათ. ამიტომაც არის, რომ დიდი შეტევა არის ქალბატონ თეაზე და კომისიის წევრებზე. ამიტომაც არის, რომ რამენაირად აფინანსებენ ახალგაზრდებს, რომ რაღაც შექმნან ქაოსი და არეულობა დაძაბულობა, სახშიც კი მეუვარდნენ. მაინც მოუწევთ პასუხის გაცემა. იმიტომ რომ ეს კომისია ბოლომდე მივა გიორგი ანწუხელიძე არის საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის სიმბოლო რუსული იმპერიის წინააღმდეგ, ამიტომაც სწორედ რომ კრემლის ინსტრუქცია, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ქართული წინააღმდეგობის იქნას განადგურებული იდეოლოგიურად ივანიშვილის ბანდის მიერ გუშინ თეა წულუკიანის პირით გველაპარაკებოდა კრემლი, გველაპარაკებოდნენ ანწუხელიძის წამებლები, მაგრამ ანწუხელიძე არის უკტავი, საქართველოს არის უკტავი. ეს რატომ კეთდება, რომ ისე მოხერხდეს, რომ თითქოს თავად დასავლეთმა თქვა საქართველოზე უარი. ყველა ეს ნაბიჯი სწორედ ამ საკითხს ემსახურება და მერე საბოლოო ჯამში ღიად განაცხადონ ის, რაც იმთავითვე ჩაფიქრებული იყო, რომ სხვა არჩევანი საქართველოს აღარ აქვს და მან უნდა ითანამშრომლოს რუსეთთან. ამის ღიად გაცხადება, რომ ჩვენ ბრუნდებით რუსეთში, არის ძალიან რთული და ახლა ამზადებენ საფუძველს და საძირკველს იმისათვის, რომ ეს აღარ იყოს ყურის მომჭრელი და გამაღიზიანებელი. ვაბანკზე მიდიან. ერთგვარად შეიძლება აი ამაზეც ვილაპარაკოთ, სწორედ ის იყო მიზეზი, რომ წარსულში ისინი ცდილობენ წარსულის შეცვლას, წარსული
სიძულვილის გაყალბებას და საზოგადოებაში ისეთი კოლექტიური მეხსიერების დაფუძნებას, რომ თითქოს რუსეთი არ არის მტერი და მასთან ურთიერთობა შეიძლება. როდესაც შენი ქვეყნის ეროვნულ გმირს უწოდებ უაზროდ განწეროს და ამით მტრის წისქვილზე ასხამ წყალს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ყოველდღიურად ვუყურებთ მცდელობებს საქართველოს ისტორიის გადაწერისას, ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის დამაზიანებელი ქმედება ცხადია და რაც მთავარია, ეს არის ხალატი სამშობლოს წინაშე. ქალბატონი თიას მიერ გაკეთებული განცხადებები, ეს არის ქართველი ერისთვის შეურაცხყოფელი განცხადებები. და მას ეს არ უნდა გაეკეთებინა. მე ამიტომ გითხარით თქვენ, რომ ჯობდა პირველ რიგში მისი განცხადება შეგვეფასებიდან და არა პროტესტის ფორმა. ამ შემთხვევაში პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის ეს მეორე ხარისხოვანია. ვერანაირად როგორ გითხარით, ყველანაირად შევდივარ ნებისმიერი ქართველის მდგომარეობაში, რომელიც ამ განცხადების მოსმენის შემდეგ, რომელიც ჩვენი ეროვნული გმირების თავგანწირვის, ასე ვთქვათ, მიზანს თუ რისთვის დადო ამ ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე ეჭვქვეშ აყენებენ, ბუნებრივია ქართველი ხალხის აღშფოთება იქნება სამართლიანობა. ერთ ძალიან მძიმე დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება თქვენს გითხრათ და ასევე მაყურებელს მივანიშნო ირაკლი კობახიძის ეს განცხადება, რომელიც ცალსახად მოღალატეობრივი იყო. იქ დგას პოსტივი, მიკროფონი ჩანს პოსტივის, აჭარის ტელევიზიის, რუსთავიორის, იმედის და საზოგადოებრივი მაუწყებლის და აი მიკროფონის დამჭერებად როგორ იქცნენ ეს ადამიანები, როცა გიდგას წინ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამბობს ასეთ რამეს და შენ უბრალოდ მიკროფონის დამჭერი ხარ. აი ეს არის ქართული ოცნება. აი ესეთი მედია უნდა ქართულ ოცნებას. იჯდა ძალიან დიდი ბოდიში არ მეყვარს ხოლმე ასე წამყვანაწოდებული არსება, რომელმაც არაფერი არ უთხრა. წოლუკიანს კითხვაც კი არ დაუსვა, ვის უსვავ ამ კითხვას? რუსეთს რა კითხვებიც უნდა დაუსვა, იმას რო სვამს არ ვიცი ვისი მისამართით, თეა წოლუკიანი საკუთარი ქვეყნის მისამართით. დავამატოთ თუ რამე გაქვს დასამატებელი და შემდეგ უკვე გადავალთ მომდევნო რეპორტაჟზე. დიახ, ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები განსაკუთრებით ხშირად კეთდება უკვე ამ კომისიის მუშაობის დაწყებიდან, უბრალოდ ამ მისი მიმდინარეობის პერიოდში და ჩვენ აქამდე არაერთი მოვისმენთ. ამიტომ ძალიან ლეგიტიმურია ის ბრაზი, რომელმაც იფეთქა საზოგადოებაში იმის გამო, რომ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაც გააკეთა თეა წულუკიანმა და მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოს გმირებს. ხო, კი ბატონო, მადლობა დია და ეს არ არის და არც პირველი და არც ბოლო, სწორედ ეს მინდოდა რომ მე თქვა ეხლა და ჩვენ ყველა ძალიან კარგად გვახსოვს თუნდაც ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა. აი ამ ქალაქში ზუსტად რომელიც რუსული ბომბების ქვეშ იყო და გორში მან თქვა რომ ბოდიში უნდა მოუხადოთ, ეს ყველაფერი ამის გაგრძელება, ამ ხაზის გაგრძელებაა და არა მხოლოდ რიტორიკის, ეს არის გეგმა და ყოველი ის სიტყვა, ყოველი განცხადება, რომელსაც აი ეს მოღალატე რეჟიმი აკეთებს, როდესაც ისინი ახსენებენ ანწუხელიძეს, დავით, აი მართლა გულწრფელად გეტყვი, იცი როგორი განცდა მაქვს, ყველას გვაქვს ნანახი ის კადრები, როგორ აწამებენ გიორგი ანწუხელიძეს ოკუპანტები და როგორ უტყამენ აი რუსულ ჩექმას, ხო? და აი მართლა რაღაცნაირად აი რო ვუყურებთ ხოლმე ყველა ფიზიკურ ტკივილს მე ასეთი გრძნობა მაქვს, თითქოს აი ფიზიკურ ტკივილს განვიცდი იმ მომენტში და ძალიან ცუდად ხვდები და აი ზუსტად ეს განცდა მაქვს, რომ აი ამ ჩექმით დგანან ახლა აი ეს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული წარმომადგენლები და აი ასე აწამებენ კიდევ ხელახლა ჩვენს გმირებს, რომლებმაც მართლა საკუთარი სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი გაწირეს, რომ დღეს ჩვენ აქ ვიყოთ და რომ თქვენ აი ეს მოღალატეები ისხდეთ აი სადაც თქვენს ხეთხართ. ამისთვის გაწირეს სიცოცხლე, რომ ამ ქვეყანას ეარსება საერთოდ და დღეს აი ეს პასუხი, უბრალოდ ეზიზღებათ. საქართველოს ისტორიაც ეზიზღებათ, თავისუფლებისთვის ბრძოლის ყველა ეპიზოდი ეზიზღებათ ზულთ, კი. და ზულთ ასევე ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის თავი გაწყდა. ხო, უბრალოდ არც მინდა რომ დამატებითი განმარტება გავაკეთო საქართველოს საზოგადოებას უზარმაზარი ისტორია აქვს და შეუძლებელია რომ ეს ამბავი ასე შენარჩუნდეს და კი ქართული საზოგადოება და ისტორია გასცემს პასუხს ამ ადამიანებს გარდაუვლად.